გამარჯობა, ჩვენ ვართ Kitchen Bros-ი და ეს არის გადაცემა პილ-პილი, სადაც ჩვენ განვიხილავთ რესტორნებს ონლაინ, ვის რა აქვს სოციალურ ქსელში, როგორ იყენებენ მას და ვაფასებთ 1-დან 10 ქულამდე თითო საკითხში და მთლიანობაში 100 ქულიდან რაღაცა ქულას იღებენ ჩვენი შერჩეული ობიექტები. დღეს განვიხილავთ აზიურ რესტორნებს და სანამ განვიხილავთ აგერ subscribe-ის ხილს დააჭირეთ, like-ს დააჭირეთ. არ დაუწყეთ გამოწერა არხის. პირველ ობიექტს, რომელსაც შევაფასებთ, არის სარამენი ონიმუშა, რომელიც საკმაოდ აქტიურად გამოირჩევა სოციალურ სივრცეში. და დავიწყოთ Facebook-ით. საკმაოდ მრავალფეროვანი სურათები ვუდევთ, რა სიტუაციური კერძების მენიუ არტევს. თავარი შეგალი ჩვენი. დაუწერდი ამაში 8 ქულას Facebook-ში. 8 ქულას და მომყვებით? მოყვებით. კაი. ნუ ასე თუ ისე რაღაცები აქტიურობენ Facebook-ზე რა. Instagram-ზე. ნუ ვიზუალურად კაი ხარისხის კონტენტი უდევთ, რაღაც კერძებიც ჩანს. ზერელეთ რაღაცა, აი მოდი დავდო, ეგრე არ უდევთ რა. ალბათ 9 ქულას დაუწერდი. 10-დან 9 ქულა. უკეთესად შეუძლიათ, მაგრამ ნუ ხო, ეგრე. ჩემთვის და თქვენთვისაც მნიშვნელოვანი TikTok-ი აქვთ და კონტენტს დებენ და არა უბრალოდ რაღაცა არის შაქარს. ეგეთი კონტენტი არ არის. სატელევიზიო ფორმატის რეკლამები არ აქვს რაღაც კონტენტი. ინფლუენსერი სოციმედიაც ყავთ და ეგ უკეთებს ამ კონტენტს Instagram-ზე და TikTok-ზე და ნუ რახან ესე კარგ რაღაცებს აკეთებენ კონტენტს დებენ 8 ქულას განვითარების საშუალება რა ვუტყო ხო 2 ქულა განვითარების საშუალება რა აი ოკეი 8 ქულა მოვდივართ და შემდეგი გვაქვს Google review-ები რომელიც უნდა განიხილოს საბამ მოგამიდი ესე იგი ერთი წამი ჩემი ხელით უნდა შევეხო ხალხო ერთი წუთი ესე იგი მენიუ აუ დევთ -1 დაგეხათ. ესე იგი მომხმარებლებს უდევთ რა რაღაცა ფოტოები გადაგებული რა მენიუსი, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ობიექტს მენიუ უდევს. შეფასებები, ესე იგი, მიმტანები არიან უყურადღებოები და აგრესიულები. თუმცა უყურადღებო მიმტანები ძალიან ბევრი არიან სხვათა შორის სხვა ობიექტების, ამიტომ 10-დან 7 ქულას დავუწერდი ამ ყველაფერში. იმიტომ რომ გამოსასწორებელია და მაინც რაღაცა შვებიან. მენიუები ესე იგი საიზე გადასვლით უდევთ და PDF ფაილია, რაც ნუ რაღაც მხრივ კომფორტია, რაღაც უდრის კომფორტია. ამიტომ 7 ქულა 10-დან მე მგონი ნორმალური იქნება მათთვის. ეხლა რა შეიძლება უშუალოდ ფასებს. საშუალოდ ცოტა მაღალი ფასებიც არის, იმიტომ რომ რამე მაგალითად ეხლა 25 ლარზე ძვირი არ უნდა ღირდეს. ხო, კი, 25 ლარი. წვნიანია რაღაც აზიური, იაპონური კერძი არ ნიშნავს რომ უნდა ღირდეს რაღაცა 40-50 ლარი. ამიტომ 10-დან 7 ქულა ამაშიც ჩემი აზრით სრულად ობიექტური იქნებოდა, რაც მაინც რაღაცა გაქცეული ქულები იქნება რა. კონცეფციაც რაც შეეხება, იცი რა, იაპონური რესტორანია, ხო? ეხლა უნდა აღვნიშნოთ ეს ყველაფერი და ბიჭო, აი ეს ქართული ფიუჟენის ელემენტები შეგვხვდა, რასაც ვათვალიერებთ რა და რამენი და ის რო იყო აჯიკი რამენი აჯიკით აი ეგ იყო ჩემ პირადი ცუდი გამოცდილება მართლა შენ გქონდა რამენი არ ვიცოდი რომ აჯიკა ქონდა ესე შეუკვეთე და უცებ რაღაც ნაცნობი გემოა თან არა აზიური და მეთქი რა არ ეწერა დაჟე რამენი ხო უწევია არ ეწერა მენიუ ანუ ადგილზევე მენიუში არ ეწერა რა შეცდომა მაგრამ ნუ რამენი იყო რაღაც აი მე ციტელი მისოს რამენი იყო და ვიცი რომ მისო უნდა იყოს ხა რაღაცა სიცხარე კონდეს რაღაცა ჩილი დამატებული მაგრამ აჯიკას ვაფშე სხვა გემოზე მიყავს როგორც რამენი ეგრე ვებჭამე კი ბატონო იაპონელებს გავუგზავნოთ აჯიკა და გავასიძოთ მე როგორ უნდა იყოს რაღაც ხო 5 ქულა დავუწერდი 10-დან მე ამ პროფილში იმიტომ რომ ქართული ფიუჟენის და იაპონური ხო რაღაცა კონცეფციის ერთმანეთში არევა სრულად ამოვარდნელია ლოგიკით ჩემი ნუ ტენით რაღაცა ფიუჟენი ხალხოს თავიდან ბოლომდე ფიუჟენი ქართული აზიური ყველა კერძში უნდა იგრძნობოდეს ეგ და არა კონკრეტულ ორ კერძში ან საერთოდ არ უნდა იყოს რა თუმცა ახლა კერძების ვიზუალებზე რო ვთქვა ნორმალურია იმიტომ რომ მაინც იაპონურია უჭირავთ ის რაც უნდა იყოს ასე ისე შეიძლება და უკეთესი მიწოდებაც ყოფილიყო რაღაც მხრივ სერვირების მხრივ და ამიტომ 10-დან 8 ქულა მე მგონი სრულად ობიექტური იქნება ამაშიც ჩემი აზრით. საასმელების შემთხვევაშიც ახლა შაკო მოსმელების შემთხვევაში
კერინიუდი აქვს, აზიური სასმელებიც აქვს. ქართული სასმელები აქვს ცოტა ღვინოები არის რაღაცები ქართული მაინც შერეული, შენთვის რაღაცა ღვინო და რაღაცა აზია, ცოტა იაპონური ღვინო რო გქონდეთ, მე ორი ქულა და დაუწერე რა მაშინ, მინდა დავაკლოთ ორი ქულა თუ მეტი დავაკლოთ. არა, მე მგონია რომ ორი ქულა დავაკლოთ და რო ქულა სასმელების ხო, იმიტომ რომ ეს კირინი აქვს რა, მე კირინი ძალიან პარს როცა იაპონური, ძალიან ლოკაციურად ორბელიანის სადარი ორბელიანის პარკთან არის ხო და საკმაოდ ესეთი კაი ლოკაციაა იმიტომ რომ ეს მოსიარული ადამიანებისთვის არის განკუთვნილი ექსინგზე მაქანა არ შემოდის მაგრამ მაქანა შეგვიძლია მიწის ქვეშ მაგაზე გაჩერდა ხო კი ნუ ლარც 10-დან ამდე დავუწევთ ერთგულს მაინც დავაკლოთ იმიტომ რომ მიწის ქვეშ არის პარკი შედეგები გვაქვს ესეთი 100-დან გვაქვს 76 ქულა ხო 76 ქულა რაც საკმაოდ მაღალია ჩვენ წინა გადაცემაში თქვენ ნახავდით სტამბას ლოლიტას პოლს რომელიც საკმაოდ მოთხოვნადი ობიექტებია და ესე მასშტაბური ობიექტია და ესეთი არამასშტაბური ობიექტისთვის საკმაოდ მაღალია მაგრამ მაგაში შეგეწინააღმდეგები რომ აზიურ კერძებს რთულია რომ გააფუჭო ან ცუდად მიაწოდა მომხმარებელს რა. რატო? აჯი კარში გიგდეს იმაში გაგიფუჭეს. აი რა, თვალსაშინელება, ყველაფერი ბანძი რა. რეალურად აზიური გემოები ისეთია რომ რთულია რომ გააფუჭო რა. თან არის ქართულთან ასე თუ ისე ქართულ პალატთან ახლოს რა. მე ვერ დაგეთანხმებოდი. შეგიძლია დაგვიგებინაში. თუ გინდა დაგიფიქრე ვიდეოს. მიდი. ნუ გავფუჭო შეიძლება. ანუ რთულია რომ გააფუჭო არსებობს რა თქმა უნდა ბანძი ობიექტები ვინც რაღაცა უხარისხო პროდუქტის ბანძი რაღაცებით აკეთებს მაგრამ რაღაც თქვენ შაკო მოусმინე ხო არა მარტო დაგიფიქრე აი რომ ჩვენით ჩაწერა თავი ეხავე გაგვიბანძი აზრი უკერს გავაკეთოს და ისე ნევა რომ წარმოიდგინე და მარტო შენ გააკეთებ რა გინდა კაცო შემდეგი ობიექტი ფაირვოკი საკმაოდ ცნობილი რომელიც თავისუფლად ძალიან კაი იყო ჩემთვის და აი მე ხშირი მომხმარებელი ვიყავი ვიჯექი და ჭამდი გიჟივით რა გამოსახების ამბავში უფრო ძირითადად ვიდრე ხა ის ადგილზე მაგრამ კარგი იყო ეხლა არ ვიცი ნახოთ ეს Facebook-ზე აი მე უკვე მომწონს რა იმიტომ რომ მენიუ ქართულად უდევთ სამუშაო რამოდენიმე ობიექტი აქვს და სამუშაო დროებიც ყველას უწერიათ აქტიურები არიან რაღაცა პოსტებს ხშირად დებენ და მიმებიც აქვს რაღაც უფრო აი თანამედროვე ჯენზიებისთვის და ახალგაზრდებისთვის რაღაც ესეთი დაახლოებული ობიექტია და მაგაზე მუშაობ. მაგრამ აზიურად რო არ აქვს მენიუ ერთ ქულა დავაკლოთ. აზიური რესტორანია ზმავე, ვერ გავიგე. იაპონურად რო არ წერენ? ო! 9 ქულას დავუწევ. ისე ეგრე უწია და Instagram-ზე მენიუ არ უდევთ, თუმცა კონტენტს ატრიალებენ, რაღაცებს აკეთებენ, ასე თუ ისე ცდილობენ რა. აი ხო ცოტა არეული არის მენიუ არ უდევს რაღაცა ალბათ მაგაში 1-4 ქულას მაინც დავუყევდი და 6 შეფასება Instagram-ზე. ჩემი საყვარელი TikTok-ი შემდეგი არის აი გასართობი სახარისო ვიდეოები ვდეთ დახვეებიც აქვს საკმაოდ და მუშაობენ TikTok-ზე აშკარად და 9 ქულას დავუწერდი მე აზიური წამყვანი ვარაოთ. ქულას ვაკეთდი. აი მოი. ქულას ვაკეთებ. რა თქმა უნდა. ერთი ქულა განვითარების უეჭველი უნდა იყოს რა. ეხა მე მიმიშვი ძმაო რა შეხო კაი ქულებიც უგროვები შენზე იყოს. გადავედით ქულრევიუებზე, ცუდი შეფასებები პირველ რიგში გავხსნათ, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით არის და ძირითადად არის რომ უყურადღებობა არის, სტაფის დამოკიდებულება, ცუდი დამოკიდებულება რა თქმა უნდა და საკმაოდ ცუდი შეფასებები აქვს რა. იმისგან მიუხედავად რომ Facebook-ზე და TikTok-ზე რაღაცა ძალიან კაი ტიპები ჩანან. გულზე ბევრი ცუდია. ამიტომ აქედან 2 ქულას ტენიდი აი ესე პირდაპირ რა რომ 2 ქულა რა, არანაირი დამდობა ბოლომდე ამდენ ცუდი შეფასება რო აქვს. ხო, ანუ აი 2-ზე მეტი არა თქმა მენიუებს რაც შეეხება სადაც პატრუთული ესე Google-ში მენიუს ფოტოები არის კერძის ფოტოებიც არის ნუ ფასებით ვთ მიწერილი და რა Facebook-ზეც ქონდათ ქართულად ქონდათ თუმცა რადგანაც ესე Google-ზე მივდექით მივდექით მარტო მე მგონი ამ
რა მენუების ამბავშიც, რა ვიცი. კი, კიდათ დიდი იქულები მაგდამეს არ გეთვლით, იმიტომ რომ აქედან სახიფათზე. ხე მენიუები აქვს როგორ იცი, ობიექტებზე აქვს დიდ დაფებზე დაწერილი და არა ესე მიწოდებადი რა. მე რომ ვერ გავიგე ჩვენ არა, ნახე სურათი იყო, აი ცარცით დაწერილი მაგ დაფაზე, რაღაცა გრაფიკულად ლამაზი მენიუ შექმენი სოციმედიისთვის და გავუშვი ეგ რა. გავუშვი რა უნდა მარტივი. ამიტომ 10-დან 5. რა შეიძლება ფასებს რა მენიუზე ვსაუბრობდით და ფასები. ფასები საკმაოდ კარგი ფასები აქვს, იმიტომ რომ პორციებიც არ არის მენდავინც პატარა და 15 ლარს არ ხდება ერთი პორციის ფასი და რაც ნუ ეხა აი არას ვუყურებთ 15 რამდენი კაი მოდი 10-დან 9 დავუწეროთ 15 ლარს არ ხდება აი 14 ლარს სასწრაფო აი ხო კონცეფცია ლარით გააიაფეთ და ერთი კულით მოგიმატებთ შეფასებას არა ნახე კონცეფციაზე შეამბობ თქვა მე პირდაპირ ვთქვი რომ კონცეფცია ნამდვილად კარგი აქვს იმ მხრივ რომ თავის აზიას მაინც ასე თუ ისე ამართებენ და მიყვებენ ამ ყველაფერს თუმცა მე ადრე მახსოვს აზიელი მზარეულები ყავდათ ხოლმე რა და ეს ყველაფერი ძალიან აი კამერნერი სუპერო იყო ხო აი მან დაიწყე ზუსტად მაგდოს ინჯერ ფაიერბუკი და მახსოვს მაგიტო მომეწონა რომ აზიელი ტიპი იდგა საერთოდ ქართულად არ ლაპარაკობდა აზიურად ბაზრობდა აზიურად ლაპარაკობდა აზიურად ლაპარაკობდა აი იაპონურად ო კიდეცკა ვარტაშკანი მენოინაი კოტოტო სიცხაივა უნდა შემოვიდეს ლაპარაკითაც ხო უნდა შეიგრძო ატრია ხო ანუ ეგ ბევრს ნიშნავს შორის რა იმიტომ რომ ეხა ქართულ რესტორანს ოხსნის სადღაც რომელიღაც ქვეყანაში მაგალითად ქართული მზარეულ შეგზავნილ მინიმუმ იდგეს და ქართულად ლაპარაკობდა და ქართულად ხსნიდეს რაღაცას რაც ერთის მხრივ ქვეყნის წარმომადგენლობასაც უსვამს ხაზს და მეორეს მხრივ კონცეფციაში პირდაპირ მნიშვნელობა ჯდება ამიტომაც ჩემი აზრით ეხა დღეს რომ ეგ ყველაფერი აღარ გრძელდება ვაფულა ეკუთვნით ჩემი აზრით მაინც ამბავში იმიტომ რომ თავიდან სწორად დაიწყეს ყოველ შემთხვევაში და ეხლა ცეზარი არ აქვს მენიუში ჩასული ეგეც არის ვიზუალებზე რა სიტყვა აქვს ბოქსები ხონუ ბოქსის ატრია რა მუშაობენ ძირითადად გატანაზე მუშაობენ ანუ ადგილზე შეიძლება დაჯდე უცებ რომ შეჩამო რაღაცა მაგრამ ძირითადად გამოძახება ან დელივერზე ან გატანა საკმაოდ მრავლად ხდება სხვათა შორის იაპონიაში მე პირადად არ ვარ თუმცა ახლა ჩემი ცნობილი იაპონიაში 900 რა ამბობ და ამიტომ ვიცი ყველაფერი გაიესა გამოცემით რომ საკმაოდ მრავლად ხდება ამ ბოქსებში იქაც ატრია ჩაუბრუნდით იჭმო და ნორმალური ამბავია და ალბათ რავი მაგრამ 10-დან 8 ქულა იმიტომ რომ სტანდარტული ნორმალური შეიძლება რამე უფრო ისეთ რეალურს მოფიქრებაც არის სასმლის კონცეპტუალურობას რაც შეეხება მე როგორც იაპონიაში დაბადებული გაზრდილი რა სუპერ ფაქ აზიური ყოფილი სასმელები ან რაღაცა სულთ არა რა რაღაცა არა აზიური მართლებაში სასმელებში მოიკუთვნები ხო აუტე ადგილზე თუ აქვს და აქ მენიუში არ წერთ არ მენდებს არა ადგილზე შემხედრია ეგ არა მერიასთან ვარი ლუდი აქვს რაღაცა ლუდი ქონდათ ერთ სახეობა ქართული არ გქონდათ შავი არგო ხო კაი 10-დან რამდენი ქულა შეკო 5 ქულა ჩემაცო რა ვარა და კაი აზიური ეგრე რო ქონდეთ გაშაშალებული 10 ქულას მოგიმატებდი კიდე აი ეგ ქულა არის ლაფშებთან ბრინჯებთან რაღაცა აზიური ლუდი ასწორებს და ლოკაციას რაც შეეხება ლოკაციას ბევრი ლოკაცია და სტრაქულა დავისვათ ეკუთვნით იმიტომ რომ ის ერთი ქულა საკლებად პარკინგების და პარკინგები არა რომელიც რა თქმა უნდა ეს არ არის იმის ბრალი რომ ობიექტმა თუმცა შეიძლება ობიექტი ისეთ ადგილას მოძებნო გასახსნელად რაღაც ადგილი პარკინგები ბევრი არის დასაყენებელი და ქუჩებზეც მარტივია დაყენება ბელიაშვილი გამოვიდა 100-დან 70 ქულა რომელიც ნორმალურია ლოკაცია 9 ხო 9 ქულა დავწერთ არა ხო კაი 100-დან 70 ქულაზე დაჯდა ასე თქვა ჩვენ შეიძლება რომელიც საკმაოდ კარგია და ნუ განვითარების პერსპექტივასაც საერთო ჯამში თავი. შემდეგი ობიექტი, რომელსაც განვიხილავთ და ბევრი თქვენგანი სავარაუდოდ რა დარწმუნებული ან ამყოფია მან საფრონსკაოდ და სურათების გადასაღებად და მეტი სხვა არაფრისთვის არ ვარ გაჩემი, მოგრძალებული აზრით.
არის უმამი აზიური რესტორანი, რომელიც არის რედისონის მეორე სართულზე არის. Facebook-ზე უმამი საერთოდ არ იძებნება, არა აქვთ გვერდი. რედისონის გვერდია და რაღაცა გვერდი მოიძებნა, მაგრამ local business არაოფიციალური page არის და ძირითადად მომხმარებლების ვიდეოები და სურათები დევს. ხო, არ ვიცი. 10-დან რამდენს დაუწერდი, მოდი პირდაპირ. 4-ს დაუწერდი, ეგეც მე 2-ს დაუწერდი, მაგრამ 4 იყოს კაი ჯანდაბას, მაგრამ მოყვი მაგაში. არა, დაუწეროთ, 2 დაუწერო. 2 დაუწერო. კაი, დაუწეროთ 2. ამ ხელა მასშტაბის რესტორანი არის, თან საკმაოდ რედისონის ქსელის ობიექტში არის ჩაშენებული. რაღაც ესე მიგდებული არ უნდა იყოს ინსტაგრამი. აი, ვერ ვიტან ბნელ ფოტოებს რა, აი ამ შავებს. ხო, ბნელ ფოტოზე როცა იღებ კერძებს და სხვა აი მეტი არაფერი რო არ ჩანს მარტო აი რაღაცა სუში დევს და всё, გაქრა და ფონზე არ არის მაგალითად შეიძლება აი სუშის ინგრედიენტები ცოცხლად გამოიყენო, რაღაცები აწყო ვიზუალი მისცე რაღაცა. იმუშაო რა, კერძი შექმნა რაღაც ესეა ვიზუალი. ფონი მისცე, უბრალო ეს შავი ფონი არის ჩემთვის პირადად მაგარი გოიმობა. 10-დან 5-ს დაუწერდი, 5-საც იმიტომ რომ კერძები არის შედარებით ნორმალური ვიზუალით თემშებზე გაწყობილი, თუმცა ეგეც ერთგვაროვანი არის და მრავალფეროვნებას არ მაძლევს რა. ეს 5 კულას მემონტაჟეს ეკუთვნის რა? მემონტაჟე. მემონტაჟე. აი ფოტოშოპი გააკეთა. შავ-ფონზე გადაიღო. TikTok-ზე რა ვქნა? TikTok-ზე პირდაპირ 0 პირდაპირ მინუსას დაუწერთ. მინუსი წერო? არა, მინუსი არ. მინუსი რო დაუწეროთ. მინუსი დაუწეროთ? -1 შეგვიძლია დავუწეროთ. აი, მინუსი დაუწერ მაშინ. იქნება რაღაც ობიექტები იქნება, მე კიდე -5-საც გამოვტოვებ. -1-ს უწერ, იმიტომ რომ საერთოდ არ იყენებენ და მინიმუმ ერთი ვიდეო ხომ უნდა ამოაგდოს, რომ ვიღაცა სტუმარმა გადაიღო თქვენ სივრცეში. ეგეთი ვიდეოც არ არსებობს. მაგ Wi-Fi იჭერს. შეიძლება ხალხიც არ დადის. და გადავიდეთ Google review-ზე, ჩემს საყვარელზე. მოდი პირდაპირ გავხსნე ეგრევე ცუდი კომენტარების გვერდს. ხა არ სტაფისგან მეკურადღებობა, არასწორად მოწოდებული კერძებიო, ესეთ რაღაცა იწერება, უკვე მოხდება მომხმარებელი საკმაოდ ბევრია. 4 და 4 არის შეფასება. ხო, აი ეგეც ის არის კიდე. ამდენი ცუდი შეფასება, აი კომენტარით შეფასება და არა პროსტა მაგაზე მეგეთქვათ აქ რამაფია. ჩაწყობით ხო, აქ ოჯახის წევრები, ნათესავები, თანამშრომლები, ჰაუსკიპინგის თანამშრომელი, ინჟინერი, პარკინგის თანამშრომელი, ეგენი წერენ 500 კლუბს და არა, სიტყვიერად თუ ამდენი შეფასება აქვს, ცუდი ობიექტ და თან ამდენად ხშირი არის, აი მოდი დანარჩენი ნახოს ხალხმა თვითონ განსაზღვრა. მე 10-დან 4 კულას დავუწერ ამას, იმიტომ რომ რაღაც ვიღაცები 4-იანი კულა, 4 ექნებათ და რაღაცა არ ვიცი. ხო, თეშოზე და რა შეგვიძლია მენიუ სადაც აქვს აკუთული, ნუ ინსტაგრამზე ედოთ, მაგრამ როგორ ედოთ ეგ კიდე საკითხია. Google-შიც, Google-შიც ხო, აღერა. Facebook-ზე ის არის თუ რაღაცა რენდომ ციფრები რო ეწერათ. საბოლოო ჯამში რაღაცაში რო ჩაეთვალოთ, ალბათ 10-დან 5 კულა იქნება, ნუ თქვათ ეხლა თუ არ გადავ. აი, მოდი 2 კულა იყოს ამის დედაც. ფასება. ჩემი საყვარელი ფასები. გავავალი. ჩემი საყვარელი ის რა ქვია, პოზიცია. ფასები არის სანამ თქვენ მენიუს გაშლიდეთ და ფასებს ნახავდეთ, მე პირდაპირ გეტყვით ეგეთ რაღაცას, რომ უაზროდ გაბერილი ფასებია რა, საშინელი ფასები არის, 0 კულა თქვენ ჩემზე ფასებში, იმიტომ რომ რეალობას მოკლებულია რა. მე მესმის რომ შეიძლება ფრეშ პროდუქტებზე მუშაობდეს, მე მესმის რომ შეიძლება ხარისხიან პროდუქტებზე მუშაობდეს, საკუთრებულ პროდუქტებზე მუშაობდეს, რაღაცაზე შეიძლება უნდა ჩამოვიდეს. არა, მაგრამ უბრალოდ ის რაც დღევანდელ რეალობაში არის, იმიტომ რომ რედისონი ხარ, იმიტომ რომ უმამი ხარ, იმიტომ რომ გქონდეს ეგეთი ფასები, არა, ჩემო ძმაო, ეგ რა უნდა იყოს რა, ანუ პირიქით.
პირიქით რა, ნაკლები მოიგე რა, მეტი მიიზიდე. უფრო მეტად მიეცი ადამიანს იმის საშუალება, რომ მოკვდავ ადამიანს მოვიდეს, გაგესინჯოს და დაგიგემონოს და შეგიფასოს, რომელიც მე გაიტანს სიტყვას და როგორც მინიმუმ 10 ადამიანს მაინც მოყვება. იმას რომ აი რა კარგი ფასი გადავიხადე იმ კარგ პროდუქტში, რომელსაც მე რაღაცა წავიყო, რაღაცა შემთავაზო. არ უნდა იტოს იმ ხელა ფასები, რომ ადამიანი მოვიდეს იმისთვის, რომ აი ნახე მე 1000 ლარი დავტოვე მამიში რა. კარგი, კერძის ვიზუალები რომ შევაფასოთ, უკვე ჩვენ ვთქვით, რომ შავ ფონზე გადაღებულია, შავ თეფშებზე დებთან განსაკუთრებული და ჩოლო სტანდარტული ვიზუალები აქვს. ხო რა, ნუ ეგ არის რა. სუშიოს დაუწრათ. ედოს ფოტო დაახლოებით. ეგეთი არის კონცეფცია. ნუ არის კერძის ვიზუალები, რამდენი თქვით? 5? ოკეი. ხუთიც, იმიტომ რომ ნუ სტანდარტულად შავი ფონი მოიწევს. სუდად არის. პასკას რა უნდა აზიურ მენიუში. ზალი მოგეთქვა. პასკა აქვს მენიუში, ნამდვილი აზიური, კაი, რა ქვია, სოიოს соуსზე მოზელილი და სოიოს არა, სიგიჟია, ეხლა მაგრამ ეს გამურჩა და რატო გამურჩა რა? აი რა გინდა? რატო? აი რა შუაში არის აი როგორც თავში მზეგი დევში ხო? აი მაინტერესებს რავი. ნული კონცეფციას აი მარტო მაგიტო რომ აი ასა ქართულ მომხმარებელს ეს პასკა გაუსწოროთ ხო? ხო, ეხლა გადავიდეთ სასმელების კონცეფციას. ნიუში აზიური სასმელები არის აქათული. მაგრამ ქართული გვინდოებიც არის. არანაკლები. იმდენი არის რომ ამდენი ქართული გვინდო ღვინის ბარში არ არის ხო? ნუ ასე თუ ისე აზიური სასმელები ქონდათ ეს რამოდენიმე სახეობის მაგრამ შედარებით უფრო მეტი საფულის ვიდრე წინებს. ცირა არის მიუხედავად იმისა რომ ამ მომენტში ხო რაღაც უმომის აზიური რესტორანს ვაფასებთ მესმის მაგრამ ადგილი არის ისეთი რომ რაღაც ქართული ღვინის გასინჯვა რაღაც კერძებთან მოგიწევს დიდი წვალება მათ არ გიწევს. შეგიძლიათ აკვირდეთ და გასინჯო. ასე რომ რაღაც აზიური რესტორნებში აი ნუტენით რაღაც ქართულ რაღაცებს წიხმით რა ძალიან ბევრ რამეში არ არის სწორი პრაქტიკა. როცა აზიური რესტორანს აკეთებ, მოდი იყოს აზიური რესტორანი. და აჯაფსანდალი არ იყოს. თუ 10-დან 0. 10-დან 0. ლოკაციას რაც შეეხება მარტივად ლოკაცია მარტივია ყველაფერი არის 10 მანქანით რომ მოხვიდე გააჩერეთ ჟამურად ძალიან სავალალო ქულა დაეწერა წინა ობიექტებს ჰქონდა სარამენე ონიმუშას 76 Fireworks რომელიც არის fast food chain-ი და აი fast food-ზე ასწავს და ვაფშე კიდია შენი მომსახურება რაღაცეები ნაკლებად აქცევს მაგას ყურადღებას 70 და უმამი აზიური რესტორანი რომელიც უნდა იყოს მაღალი კლასის აზიური რესტორანი შეფასება მიიღო 28 საერთო ჯამში მე მგონია რომ არის ალბათ რედისონს ის გათვლა აქვს რომ იქ დამსვენებელი ვინ ჩავართ თუ უშუალოდ სტუმარი რომ იქ ჩავიდეს ოკეი მესმის ყველაფერი მაგრამ მაინც არ არის სწორი დამოკიდებულება საერთო ჯამში თუმცა მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩემი მეგობრებიც მათ შორის დადიან ხოლმე ხშირად უნამში და ჭამენ და ხოც ვისაც აზიური უნდა რატომაც იქ კარგის ხოლმე უმამი ვიცი რომ გემრიელია და კარგია და რაღაცა მაგრამ საბოლოო ჯამში უკვე შედეგები მივიღოთ 28 ქულა დაიმსახურა საბოლოო ჯამში ხალხო მადლობა იმისთვის რომ გვიყურებთ მადლობა იმისთვის რომ გვიწერთ კომენტარებს უფრო მეტი კომენტარი გვინდა, გამეწერეთ არხი, თქვენ გვექნება და დავილაიქეთ ვიდეო, რომ უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს, იმიტომ რომ ესეთი ალგორითმი არსებობს პრინციპულად, რომ გიხსნათ, რამდენადაც უფრო მეტად დაალაიქეთ ვიდეოს, უფრო მეტი ადამიანი ნახოს, მაგალითად 10-დან შეიძლება ნახოს მე 100-მა, მე 100-დან რაღაც 1000-მა და ეს ჩვენი ვიდეოებიც უფრო ფართო მასშტაბზე გავა და ამით თქვენ დაგვეხმარებით, რომ როგორც მინიმუმ მოვიპოვოთ ხალხისგან რაღაც უკეთესი ემოციები, მეტი გამოხმაურება და კომპანიებთანაც ურთიერთობა დაგვილაგდება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რეალურად ამ ყველაფერს საკმაოდ დიდი ფინანსური მხარდაჭერა ჭირდება საერთო ჯამში, რომელიც სამწუხაროდ და ჯერჯერობით ესეა ჩვენს ჯიბეზე გადის. დიდი მადლობა ყველაფრისთვის და ალბათ დროებით შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.